მოგესალმებით, მე ვარ ნინო ბარნაბიშვილი და ახლა ვიმყოფებით ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმში. გოგონა სკამთან ეს ჰოლანდიელი მხატვრის, ხოვერტ, იგივე გოვერტ ფლინკის ნამუშევარია, რომელიც მხატვარმა 1640 წელს შექმნა. სასურათე სიბრტყეზე ფლინკმა დაახლოებით 3 წლის გოგონა გამოსახა, რომელიც სკამ მაგიდასთან დგას. გოგონას ჩაცმულობა და ოქროს სამკაულები. ამავდროულად ის გარემოებაც, რომ მისი პორტრეტის შექმნა მისმა მშობლებმა რემბრანდტის ერთ-ერთ გამორჩეულ მოწაფეს ფლინკს შეუკვეთეს, გვაფიქრებინებს, რომ ის შეძლებული ოჯახიდან იყო. კრისტალი, რომელიც გოგონას ხელში უჭირავს, ავითვალის ავგაროზეა. იმხანად მიიჩნეოდა, რომ მსგავსი კრისტალი ბავშვს ავითვალისა და სხვადასხვა დაავადებისგან იცავდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბავშვი სკამ მაგიდასთან დგას. მნიშვნელოვანი აღინიშნოს ის, რომ აი ამ სკამს ხშირად გამოსახავენ ხოლმე მუშავრებში. ეს არის ერთგვარი სკამ მაგიდა, რომელშიც სვამდნენ ხოლმე პატარა ბავშვს და ის აი ამ სკამ მაგიდაში ხან იჯდა და საუბრობდა ან სოყოფსაძებდნენ, ან თამაშობდა. ამ შობოსაც ჰქონდა ამ პერიოდში დრო იმისა, რომ სახლის საქმეები გაეკეთებინა და ბავშვიც შედარებით უსაფრთხოდ ყოფილიყო. დასაკვირველი აქცია მოყურადღებას იქვე იდგა ეს სკამ მაგიდა, მაგრამ მაინც გარკვეულწილად უადვილებდა მშობელს საქმეს. სკამ მაგიდაზე ვხედავთ ტკბილეულს, რომელიც ბრაზილიიდან შემოტანილი შაქრითაა დამზადებული. ტკბილეულთან გოგონას ამგვარი ფორმით გამოსახვა ერთგვარ კონტრასტს ქმნის და იმ ადამიანებს გვახსენებს, რომლებიც შაქრის პლანტაციებში მუხლ ჩაუხრელად მუშაობდნენ. სკამ მაგიდაზე ნათლად იკითხება ავტორის ხელმოწერაც. ნამუშევარი ამჟამად ნიდერლანდებში, ჰააგაში, მაურიცეისის მუზეუმშია დაცული.